საქართველოს კუროს ნაკრები იმყოფებოდა ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე, სადაც შესანიშნავ დიასპარეზეს წმინვალი გამარჯვება მოიპოვეს. ჩვენი წარმომადგენელი იყო 4 სპორტსმენი, აქედან 4-ვე ჩემპიონი გახდა და დაიკავეს პირველი ადგილები. ეს არის ძალიან დიდი შედეგი ჩვენი ფედერაციისთვის და ულოცავ ყველა გულშემატკი ვარს, ულოცავ ჩვენს ქვეყანას. ეს არის დიდი შრომის შედეგი ჩვენი სპორტსმენების, მწვრთნელთა შტაბის და მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვედგა ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ფედერაციის პრეზიდენტის ბატონ დავით ხახუტაშვილის დამსახურება, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს ჩვენს დივრინებებს საერთაშორისო ტურნირებზე. როგორც დაგვირდით, შევძელი და მოვახერხე, მე-13 გავხდი ევროპის ჩემპიონი. ძალიან ბედნიერი ვარ ამ შედეგით, რომ მოვახერხე. ჩემი ქვეყნისთვის კიდევ ერთი ოქროს მედალი ჩამომეტანა და მე-13 მეზეიმებინა ევროპის ჩემპიონობა. და რა ვიცი, ეს გამარჯვება ეძღვნება ჩემს ქვეყანას პირველ რიგში, ჩემს ოჯახს, ჩემს გუნდს და ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდში არიან ნებისმიერ მომენტში. ზედიზედ მეორედ გავხდი ევროპის ჩემპიონი დიდებში. ჩავატარე 3 დაძაბული ბრძოლა, სადაც 3-ში გამარჯვება მოვიპოვე. ჩემთვის ყველაზე დაძაბული ბრძოლა იყო მე-3 ფინალი, სადაც შევძელი და დავამარცხე იტალიელი მებრძოლის. დიდ მადლობას ვუხდით ჩემს მწვრთნელებს, მამუკაშვილს და დავით ყოლბაიას და პრეზიდენტ დავით ხახუტაშვილს. ევროპის ჩემპიონატზე უფროსებში მივიღე მონაწილეობა, სადაც ჩავატარე 3 დაძაბული ბრძოლა, მაგრამ ჩემი შრომით და უფლისყალობით გავიმარჯვე. ძალიან მაგარი გრძნობა არის ევროპის ჩემპიონობა უფროსებში. მივიღე მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე, იყო ჩემი დებიუტი. წარმატებით ვიასპარეზე. შემხვდა ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები, მაგრამ ჩემი შრომით და ღვაწლით მივაღწიე ამ შედეგს და ავიღე პირველი ადგილი. ევროპისთვის ემზადებოდნენ ჩვენი სპორტსმენები, რათა მოეპოვებინათ პირველი ადგილები და 4-დან 4-ვე ოქრო მოვიპოვეთ.